აჰა. ხო. ესე იგი, არც შეიძლება ნახეთ, რომ ეს დღევანდელი სემინარი არ იყო გეგმაში. არ ვაპირებდი ესე, მაგრამ მარტში მაქვს მარტის დასაწყისში, მე მგონი 3 მარტს არის დაგეგმილი მაქვს. აა როგორ ხდება, ну, სასიყვარულო ურთიერთობებზე და მის შედეგებზე და ლტოლვასთან დაკავშირებით მაქვს დაგეგმილი სემინარი. და რო დავიწყე მუშაობა ნელ-ნელა, მივხვდი, რომ ძალიან ბევრი მასალა გამოდიოდა. და მივხვდი, რომ ვერ ჩავატევდი ამდენს ერთ სემინარში და გადავწყვიტე, რომ ეს საკითხი, რომელიც არის ძალიან საკვანძო საერთოდ ურთიერთობებში და არა მარტო, გამომეტანა ცალკე. ფემინურობა, ფემინური, რომელიც რომლის გარეშეც პრინციპში შეუძლებელი არის რაღაცა პირველი ეტაპი ეს იქნება და ის შემდეგი მეორე სემინარი იქნება გაგრძელება. ესე გამოვიდა. მაქსიმალურად შევამოკლე. ვეცდები რომ არ იყოს ისეთი დამსასმენად. ნუ ნახოთ, იმედია ჩავეტევი. რაც უფრო მეტად ინტერაქციული იქნება ეს შეხვედრა, მით უკეთესი, ანუ მე არ მინდა რომ რაღაცა მხოლოდ მე ვიყო ესე ვინც ელაპარაკებს ამ ყველაფერზე, ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ დროს კითხვა გაჩნდება თუ კომენტარი გექნება თუ თქვენი გამოცდილების გაზიარების სურვილი პრაქტიკიდან, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ რომ ჩაერთოს და განვიხილოთ და გადაუხვიოთ და გადმოუხვიოთ. საკითხი არის ფემინურობა, რომელიც დღეს კი მე აქცენტს უფრო მეტად ქალზე გავაკეთებ, ქალთან როგორ ხდება ეს ყველაფერი, თუმცა პატარ-პატარა ადგილებში შევეხები კაცთან იმის მნიშვნელობას, რომ კაცმაც შეძლოს, ასე ვთქვათ, როგორ ხდება ამ ფემინური მხარის აღმოჩენა. აღმოჩენა არა, უბრალოდ მისი მნიშვნელობაზე მექნება აქცენტი კაცთანაც. ხო, შევეხები, შეუძლებელია ახლა ეს საკითხი დავიწყო ისე, რომ ფროიდს არ შევეხო. ნახევარი მექნება ფროიდზე, ფროიდის მიერ დანახულ ამ საკითხზე და ამ საკითხს ქალთან ფემინურ და ქალის სექსუალობას ფროიდი მე რა ნაშრომებიც მაქვს მოტანილი, ეს არის სქესთაშორის ანატომიური განსხვავების ზოგიერთი ფსიქოლოგიური შედეგი 1925 წლის ფემინური სექსუალობის შესახებ, რომელიც აი საკვანძო არის ზოგადად ამ თემატიკაში. ეს არის 1931 წლის ფემინურობა, ცალკე აქ 1933-ის და პატარა ადგილი მაქვს აღებული ერთ-ერთი ბოლო ნაშრომი არის ფროიდის ანალიზი დასასრულით და დასასრულის გარეშე. ეს არის 1937 წლის. ხო, მნიშვნელოვანი არის საერთოდ ზოგადად როგორ განვარდოთ ეს ფემინური რა არის. ეს არ არის შავი კონტინენტი, რომელიც აქაც არის ესე ჩართული, ბოლოსკენ მაგაზეს ვისაუბრებ, როგორი გაუგებარი არის საერთოდ ფემინურობა, როგორც შავი კონტინენტი, გაბრული დღე. და რა თქმა უნდა, ფემინურობა არ გულისხმობს იმას, რომ რაღაცა ესე გარეგნულად ფემინური არის ქალი, რაღაცა გაპრანჭული სამკაულებით და რაღაცა კაბებით და შილაკით და ასე შემდეგ, მაკიაჟით. რეალურად ფემინურობა არის სუბიექტის მიერ შიდა ფსიქიკურად მიღწეული პოზიცია, ხო, რომელიც რა თქმა უნდა არ გამოიხატება გარეგნულად. სადაც ფალიკური კონტროლის ლოგიკა ირღვევა. ქალისთვის ფემინურობა არ არის უბრალო მოცემულობა, არც დედისგან ხდება მისი გადმოცემა. კი, ნაწილის გადმოცემა რა თქმა უნდა ხდება დედისგან, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ დედისგან მიერ ბოძებული რამ. ყალიბდება შინაგანი კონფლიქტების, დანაკარგების, ანტაგონიზმებისა და ოიდიპალური ტრიანგულაციის გზით. ფემინურობა წარმოადგენს იმ გზას, რომლითაც ქალი ააწყობს ურთიერთობას საკუთარ სხეულთან, საკუთარ სურვილთან და სხვის სურვილთან. ფროიდი, რაღაც ესეთი მოკლედ რო შევაჯამო, ფსიქოსექსუალური განვითარების ფემინურობა სამი წყვილის მეშვეობით აღწერს. აქტიური პასიური, რომელიც ეხება ანალურ ფაზას, ფალიკური კასტრირებული, რომელიც მიემართება ფალიკურ ფაზას და ბოლოს მასკულინური, ფემინური და ეს არის ზუსტად გენიტალური ფაზის, რომელიც ეხება სქესთაშორის განსხვავებას.
თუმცა ფროიდის მიერ გამოყენებული ფორმულირებები გამოხატავს თუ რამდენად რთულია გენიტალურის გამოყოფა პრეგენიტალური წინამორბედისგან. 1927 წელს ფროიდი ნაშრომში ანალიზი დასასრულის და დასასრულის გარეშე რაც ვახსენებ, ფროიდ შემოაქვს მეოთხე წყვილი ბისექსუალობა, სადაც გამოყო ორივე სქესში ფემინური მხარის უარყოფის პრობლემატიკა, ამას უფრო ბოლოსკენ შევეხები და გავშლი. ფროიდი ქალური სექსუალობის განვითარებას განიხილავს ოიდიპოსის კომპლექსთან მიმართებით. რა ეტაპებს გადის გოგონა ამ დროს და როგორ სირთულეებს აწყდება. რეალურად ზოგადადაც რო ვთქვათ, ბიჭისთვისაც და გოგონასთვისაც პირველადი სასიყვარულო ობიექტი არის, რა თქმა უნდა, დედა. და როდესაც არის საუბარი ჰეტეროსექსუალობაზე, ბიჭისთვის ისევ დედა რჩება სიყვარულის ობიექტად, ხოლო გოგონას უწევს ამ სიყვარულის ობიექტის ჩანაცვლება მამით. რაც თავისთავად უფრო მეტ სირთულეს და უფრო მეტ კომპლექსურობას გულისხმობს. აქ და მნიშვნელოვანი არის ფროიდი იძახის ამ პირველ ნაშრომში სქესთაშორის ანატომიური განსხვავებაში, რომ თუ ბიჭის შემთხვევაში კასტრაციის კომპლექსი არის ის, რითიც ხდება ოიდიპოსის კომპლექსის დამუშავება და გადაჭრა, თუმცა რა თქმა უნდა ვიცით, რომ ეს ბოლომდე გადაჭრა არ ხდება არც იმ პერიოდში, გოგონას შემთხვევაში ზუსტად კასტრაციის კომპლექსი არის ის, რასაც შემოაქვს ოიდიპოსის კომპლექსი. ანუ კასტრაციის კომპლექსი არის პირველი ნაბიჯი, რითიც გოგონა იწყებს ოიდიპოსის ფაზაში შესვლას. რატო? იმიტომ რომ ის როდესაც აღმოაჩენს, რომ მამას აქვს პენისი და დედას არ აქვს, ის ამით ტრიალდება მამისკენ და მამა ხდება მისთვის სასურველი. რეალურად კასტრაციის კომპლექსი შემზღუდავი და დამთრგუნველი არის მასკულინურობისთვის, ამ თვალსაზრისით, ხოლო წამახალისებელია ფემინურობისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ოიდიპოსის კომპლექსი ქალთან ხანგრძლივი განვითარების საბოლოო შედეგია, საკვანძო მნიშვნელობას იძენს ის, თუ რა ხდება მანამდე პრეოიდიპალურ დროს, პრეოიდიპალურ პერიოდში, სადაც ფროიდს უჩნდება კითხვები, როგორ იკვლევს გოგონა გზას მამისკენ, როგორ და როდის ჩამოშორდება დედას. თავარი აქცენტიც ამ მოხსენებაში იქნება დედასთან ურთიერთობის პრობლემატიკა. ეს პრეოიდიპალური პერიოდის მნიშვნელობა ფროიდმა შემოიტანა 1931 წლის ნაშრომში ფემინური სექსუალობის შესახებ, სადაც ამ ფაზას განიხილავს როგორც ყველა განდევნისა და ფიქსაციის პერიოდს. ქალი ვერ აღწევს პოზიტიური ოიდიპოსის კომპლექსს, თუ ვერ გადალახავს წინამორბედ ნეგატიურ კომპლექსს. ნეგატიურ კომპლექსში იგულისხმება დედასთან მისი მიჯაჭვულობა, რადგან დედა არის მისი სასიყვარულო ობიექტი, ასევე როგორც ბიჭის შემთხვევაში. და რეალურად ზუსტად ეს პრეოიდიპალური სიტუაციის მრავალი პროცესი წარმოადგენს ქვაკუთხედს ქალის სექსუალობის განვითარებაში, ანუ მისი დედასთან დამოკიდებულებაში. ჯერ გადის მაგის გავლის შემდეგ გადადის, ანუ თავიდან არის ნეგატიური, ესე უწოდებს ფროიდი, ნეგატიური ოიდიპოსის კომპლექსი, რომელიც მიმართულია დედაზე. ბიჭის შემთხვევაში ეს რჩება და დედა როგორც პირველადი სასიყვარულო ობიექტი შემდგომაც რჩება, ჰეტეროსექსუალობაზე ვსაუბრობ, გოგოს უწევს, რომ შეიცვალოს სასიყვარულო ობიექტი და იმისათვის, რომ შეიცვალოს, ის უნდა მოწყდეს დედას და შეტრიალდეს მამისკენ. და აი აქ არის მთელი რიგი ჩახლართულობები, ასე ვთქვათ, რასაც აწყდება გოგონა. მეგონი აქ მნიშვნელოვანია ეს ვთქვათ, რომ ფროიდი ნეგატიურში და პოზიტიურში განასხვავებს ამ სქესთაშორის განსხვავებას მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გოგოს შემთხვევაში თუ ნეგატიური ოიდიპოსი არის დედის ობიექტად არჩევა და მამასთან იდენტიფიკაცია, ბიჭის შემთხვევაში ეს არის პოზიტიური ოიდიპოსი იქნება. კი. თავიდან ინვერტირებული ოიდიპოსი იწყებს კი ბატონო.
კი ბატონო, ეგრე ხო, და გამოდის. შემთხვევაში ბიჭი პოზიტიური ოიდიპოსით იწყებს თავიდან, იმიტომ რომ დედა სასწავლო ობიექტია და გოგონა ამ შემთხვევაში ნეგატიური ოიდიპოსი არის ჯერ. ჯერ არის ნეგატიური და შემდეგ გადადის პოზიტიურზე. თუმცა, რა თქმა უნდა, ახლა დღევანდელი მოხსენება ამდენს ვერ გაწვდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიჭსაც არ უჩდება იდენტიფიკაციები დედასთან, როდესაც უნდა რომ მამისთვის შეასრულოს ესეთი რაღაცა ფემინური როლი. მაგრამ ეს კიდე სხვა საკითხი არის და, რა თქმა უნდა, ეს კიდე სხვა დროს შეიძლება ამის დამუშავება. ნახოთ. და ფროიდი სხვათა შორის აქ გამოთქვამს ეჭვს, რომ არსებობს განსაკუთრებით მჭიდრო კავშირი დედასთან კავშირის ფაზასა და ისტერიის ეტიოლოგიას შორის და ასევე ვარაუდობს, რომ დედის მიმართ ამ დამოკიდებულებაში შეიძლება მოიძებნოს ქალის შემდგომი პარანოიის ჩანასახიც. ეს მნიშვნელოვანია და ამ საკითხებს ცოტა მერე შევეხები უფრო. ქალის სექსუალური ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა. პირველს აქვს მასკულინური ხასიათი, ხოლო შემდეგს უკვე ფემინური. ანუ ქალს უწევს ფაზაში გადანაცვლება, რაც კაცს არ უწევს. მასკულინურ, ანუ ფალიკურ ფაზაში გოგონასთვის პენისის ანალოგიურ სასქესო ორგანოს წარმოადგენს კლიტორი, რომელიც ატარებს დომინანტურ ხასიათს და სწორად კლიტორის ჩანაცვლება ვაგინით, როგორც ახალი გენიტალური ზონით, წარმოადგენს ფემინური სექსუალობის განვითარების მიზანს. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი არის. რეალურად, ანუ ფალიკურ ფაზაში გოგონასთვის კლიტორი წარმოადგენს პენისის ჩანაცვლებას და შემდეგი განვითარება უნდა გულისხმობდეს უკვე რომ კლიტორიდან გადავიდეს ვაგინაზე, როგორც მისი რაღაცა მთავარი სასქესო ორგანო. და ზუსტად ამ პრობლემატიკასთან გვაქვს ხოლმე საქმე ხშირად, ალბათ დამეთანხმებით ვისაც გაქვს კლინიკური პრაქტიკა, რომ ძალიან ბევრ ქალს აქვს პრობლემა ვაგინალური სექსუალურ ურთიერთობაში. ვაგინის მსასეძახიან, შეიძლება ეხლა ზუსტად ესე პირდაპირ ესეთ ტოლობაში არ იყოს, მაგრამ პრობლემა, როდესაც ქალი ვერ განიცდის სიამოვნება სექსუალური აქტის დროს ვაგინით და კლიტორით კი. ამიტომ ეს მიუთითებს იმას, რომ ეს ფაზა, ეს გადანაცვლება შეიძლება არ არის მომხდარი გოგონას შემთხვევაში და აქ ჩემთვის მაგალითად ძალიან ისეთია ცოტა მეცინება ხოლმე უხეშად რო არ გამომივიდეს, რომ სექსოლოგებთან რომ მიდიან და ისინი რაღაცებს უნიშნავენ სინამდვილეში, რამდენად ფსიქიკური პროცესები არის ეს და როგორ რაღაცა სხვა დამუშავებას უნდა ექვემდებარებოდეს ის, რომ ამის ჩანაცვლება მოხდეს. იდეალთანაც არის დაკავშირებული, როგორც მახსოვს ფროიდი წელს, თვითონ ბეროთ ფროიდი 1914 წელს წამოს, რომ პუბერტატში როცა გადადის დედრობით სქესი ასე ვთქვათ, ის ბიჭის იდეალი რაც ხონდა აქამდე, უნდა მოხდეს ამის განდევნას. ფროიდი წერს, რომ ვაგინას გოგონა აღმოაჩენს პუბერტატის პერიოდში, მაგრამ ეს არის იდეალური შემთხვევა, ვიცით. კარგია, რომ პუბერტატის პერიოდში მოხდეს და ყველაფერი ესე განვითარების ფაზებს დაემხოს, მაგრამ სამწუხაროდ არ ხდება და ზუსტად ეგ ხდება ხოლმე მერე ანალიზის დამუშავების საგანი. ხო, ასევე რადგან ქალს კაცისგან განსხვავებით აქვს ორი სასქესო ორგანო, კლიტორი და ვაგინა, ესეთ რამეს იძახის ფროიდი, რომ მაშინ ყველა ადამიანში კონსტიტუციურად არსებული ბისექსუალობა ქალში უფრო მეტად არის წარმოდგენილი, ვიდრე კაცში. ფროიდი აღნიშნავს ერთ შესაძლო გართულებას, როდესაც კლიტორის ვირილური ფუნქცია შემდგომ სექსუალურ ცხოვრებაში სხვადასხვაგვარად გრძელდება და ეს გაგრძელება, რა თქმა უნდა, არ ითვლება დამაკმაყოფილებლად. ჩემი აზრით, ზუსტად ამას გულისხმობს, რაც მე ახლა ვისაუბრე, რომელიც უკვე თავის შედეგს, ასე ვთქვათ, პოულობს უკვე სექსუალურ ურთიერთობებში. ფროიდი ამ ნაშრომში რეალურად, ანუ ხო, აქ პატარა რაღაცა ჩამატებას გავაკეთებ, რომ ფროიდი ამ ყველაფერზე რაზეც საუბრობს, ეს იყო ის ფუნდამენტი, რაზეც შემდგომ ყველა ფსიქოანალიტიკოსმა დააშენა ყველაფერი და განავითარა. სინამდვილეში ფროიდს ჩემი აზრით ყველაფერი უკვე წარმოდგენილი ჰქონდა, თუმცა რაღაცეები იყო, რაც რა თქმა უნდა მერე უფრო განვითარდა და ჩემი აზრით, რა ვიცი, მას რო ეცოცხლა კიდე დიდი ხანი ეთონას განავითარებდა ყველაფერს.
ფროიდი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გოგონას დედასთან მიჯაჭვულობაზე და თავის კლინიკურ პრაქტიკაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ზოგი ქალი ვერასოდეს ახერხებს ამ კავშირის გაწყვეტას და კაცისკენ შეტრიალებას. ამაში შეიძლება იგულისხმებოდეს როგორც ჰომოსექსუალობა მისი აზრით, ასევე ჰეტეროსექსუალური ქალი მასკულინობის კომპლექსით, რომელიც ურყევად რჩება ფიქსირებული ფალიკურ ფაზაზე და პენისის შური და მისი მიღების ფანტაზმი, მისი ცხოვრების მთელი მიზანი ხდება და ამას ემსახურება. რომ გადავავლოთ თვალი, ძალიან მარტივია ვთქვათ ამ მაგალითების პონა, უამრავი ქალი არის ფალიკური, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ცუდ დღეში ამყოფებენ ხოლმე კაცებს. აკასტრირებენ და ასე შემდეგ. ფროიდი წერს, რომ ქალთან პრეოიდიპალური ფაზისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭებამ პასუხი გასცა აქამდე გაუგებარ გამოვლინებებს მის სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. მაგალითად, ქალის ქორწინებაში ერთი შეხედვით არის, რომ ქმართან ურთიერთობაზე უნდა გადმოდიოდეს მამამისთან ურთიერთობა. ფროიდი იძახის, რომ არა, პირიქით, სინამდვილეში ადგილი აქვს ღრმა კავშირს დედასთან, რაც განდევნილი იყო აქამდე და რამაც ქორწინებაში იჩინა თავი. ანუ დედობრივი ობიექტის მიმართ არსებული აფექტური კავშირი გადადის მამობრივ ობიექტზე, ანუ ქმარზე. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქალის არაცნობიერში ქმარი ხდება დედა. რაც ნიშნავს იმას, რომ ადგილი აქვს არა ოიდიპოსის კომპლექსს, არამედ მის წინარე პრეოიდიპალურ ფაზას ქორწინებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ხო, აი აქ მე რა ვიტყვი გავაგრძელებ. აღნიშნავს, რომ ქალს პირველ ქორწინებაში შეიძლება ბევრად უფრო მეტად კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდეს ქმართან, ვიდრე მეორე ქორწინებაში. და რატო ხდება ასე? ეს აიხსნება იმითი, რომ უფრო მეტი ამბივალენტობის არსებობით, უფრო მეტი ამბივალენტობა არსებობს პირველ ქორწინებაში. სიძულვილი, როგორც სიყვარულის საპირისპირო მდგომარეობა, ანუ ამბივალენტობა, მიმართულია ქმრისკენ, თუმცა სინამდვილეში ეხება დედის ფიგურას, რითიც ახდენს დედასთან სეპარაციას. პრაქტიკაშიც უამრავი მაგალითები ჩანს ამისი, ხშირად ხდება, რომ ანალიზის პერიოდში ქალის ცხოვრებაში იწყება კონფლიქტები ქმართან და ძალიან მარტივია ხოლმე ამ პარალელის გავლება, რომ პარალელურად დედის საკითხი არის გამოსული ანალიზში და ეს პირდაპირ აისახება ხოლმე ქმართან კონფლიქტებში. და რეალურად ამას იძახის ფროიდი, რომ ამიტომ მეორე ქორწინება, როდესაც ის დაამუშავებს და ამ საწყალ პირველ ქმარზე გადაწყდება ყველაფერი, რაც სინამდვილეში დედას ეკუთვნის, მეორე ქმარი უფრო თავისუფალი ხდება ამ ყველაფრისგან და მათი თუ არ გადის შენო სამ ქმარმაც 3-იც და 5-იც და სულ არ არის აუცილებელი ქმარი ერქვეს ხო პარტნიორზე და გაუთავებლად ეს ტრიალებს ეს პრობლემატიკა, რომელიც დაუმუშავებელი რჩება. კი ბატონო. და ფროიდი ზუსტად აქ აღნიშნავს, რომ ფსიქოანალიზის ინტერესი უნდა მიემართოს ზუსტად ამ მექანიზმებისკენ, რომლებიც მოქმედებენ დედობრივი ობიექტის მიტოვებაში, ობიექტი, რომლის მიმართაც არსებობს ინტენსიური და ექსკლუზიური სიყვარული. ეს მიტოვა დედის ობიექტის მიტოვება, ანუ მან რო შეძლოს, რომ შევიდეს, ხო, სეპარაცია ამ შემთხვევაში რას გულისხმობს, რომ ქალმა რომ შეძლოს, გადავიდეს ოიდიპოსში, ანუ ქმრისკენ მიმართოს თავისი, ქმრისკენ რა კაცისკენ, ანუ მამის ფიგურისკენ მიმართოს თავისი ლიბიდო. ამისათვის უნდა მოხდეს დედის ობიექტთან სეპარაცია. და ეს სეპარაცია, რა თქმა უნდა, ურთულესი პროცესი არის ყველა ქალის ცხოვრებაში. და ხო, ადგილი აქვს ხოლმე შფოთვებს, ადგილი აქვს შიშებს და საკმაოდ ესეც დეპრესიულ პერიოდებსაც, რაც პირდაპირ მე მაგალითად ძალიან ხშირად დაუყურებულ ვარ ჩემს პრაქტიკაში ესეთ გამოვლინებებს. ფროიდი ასევე წერს, რომ თავის ქალებზე დაკვირვების დროს ხშირად ადგილი აქვს დედის მიერ შთანთქმის შიშს. და იმისათვის, რომ ქალმა შეძლოს დედის დისკურსიდან გამოსვლა, მასთან სეპარაცია და საკუთარი ქალური სექსუალობის განვითარება სჭირდება და ამას ქალი აკეთებს სიძულვილით, რისი გაგებაც, რა თქმა უნდა, არ უნდა მოხდეს ზედაპირული მნიშვნელობით,
იმიტომ რომ ზუსტად ეს აგრესია არის ის, რაც ამ სეპარაციას უწყობს ხელს. და საერთოდაც აი ამ კონტექსტს რო თავი დავანებოთ, აი მაგალითად მოზარდობის პერიოდში, ხო? მოზარდი სეპარაციას მშობლებისგან ზუსტად რო აგრესიით ახდენს და მაგიტომაც არის დამახასიათებელი ის რთული გამოვლინებები, რასაც გადის ხოლმე მოზარდი და ეს აგრესია, ეს სიძულვილი არის საჭირო, რომ გამოვიდეს, ჩამოანგრიოს მშობლების ხატი და ასეთი სეპარაციების დროს, მოკლედ ერთი სიტყვით რო ვთქვათ, წამყვანი მექანიზმი არის სიძულვილი და აგრესია. გოგოების და ბიჭების ორივე რა თქმა უნდა, ორივე შემთხვევაში. ხო, როდესაც ხშირ შემთხვევაში ჩაკლავენ და აი აქ ძალიან საინტერესო რაღაცას იძახის. აგრესიული ქცევები რეალურად ნორმა არის და აი მოზარდობასაც ახლა თან ძალიან რო არ გადაუხვიოთ, ხო? მოზარდობაშიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მშობელს ეჭიროს თავისი მკაცრი მშობლის პოზიცია და საშუალება მისცეს შვილს, რომ გაბრაზდეს მასზე. იმიტომ რომ როცა ამას არ აძლევს მშობელი, დანაშაულის გრძნობა იმხელა არის, რომ ვერ ახერხებს აქედან გამოსვლას. კი, და ამიტომ თავისი სიმკაცრით მშობელი სინამდვილეში ეხმარება ბავშვს, რომ გადალახოს ეს ეტაპები და მოხდეს სეპარაცია და დღევანდელობაში ხო პირიქით არის რაღაცა ესე მშობლები რო არიან, ძალიან ხელს უშლიან, რომ მისი სუბიექტივაცია და რაღაცა ავტონომიურობა შინაგანი ჩამოაყალიბონ თავისი. და სხვათა შორის აი აქაც ფროიდი ზუსტად ამას იძახის თავის ნაშრომში, გენიოსი იყო ეს კაცი, რომ დედის მიმართ უკმაყოფილება, წყენა, ბრაზი თუ სიძულვილი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც დედას უკავია მკაცრი, მაგრამ ამავე დროს შვილის ფსიქოსექსუალური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პოზიცია, ეს ცოტა ჩემი სიტყვებით გადავაკეთე, მაგრამ ეგრე არის, რაც გამოიხატება მასტურბაციის აკრძალვაში. როდესაც საქმე გვაქვს მასტურბაციის გამტკიცებასთან, იძახის ფროიდი, გოგონას უფრო მეტად ეხსნება გზა მასკულინურობისკენ. ანუ აქაც რეალურად ეს არის, რომ მშობელმა დედამ ამ შემთხვევაში უნდა ამკრძალავი პოზიცია დაიჭიროს. ხო, აქვე მოყავს უმნიშვნელოვანესი პასაჟი, რომელიც ჩემი აზრით მართლა არასოდეს არ დაკარგავს აქტუალობას. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ბავშვმა ვერ შეძლო მასტურბაციის დათრგუნვა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო აკრძალვის ეფექტი თავს იჩენს შემდგომ ცდელობებში, ანუ უდიდესი მსხვერპლის ფასად გათავისუფლდეს იმ დაკმაყოფილებისგან, რომელიც მას გაუფუჭეს. ახსნი რას გულისხმობს ამაში? ანუ თუ ბავშვმა ვერ შეძლო მასტურბაციის შეწყვეტა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს აკრძალვა საერთოდ არ ტოვებს კვალს. პირიქით, მასტურბაციული აქტივობა მოწამლული ხდება დანაშაულის განცდით და ამით ხდება გაფუჭება, ამას გულისხმობს და იმის გამო, რომ გარედან აკრძალვამ ვერ იმუშავა საკმარისად კარგად, სუბიექტი თვითონ ქმნის აკრძალვას თავის თავზე და ეს შეიძლება იყოს გამოხატული ასკეტიზმში, ზედმეტ მორალიზმში, თვითდასჯაში, ან თქვათ ზრდასრული ქალის შემთხვევაში შეიძლება მან აირჩიოს ობიექტი, ვისთანაც ვერ მოახერხებს სექსუალურ დაკმაყოფილებას. ანუ აქაც ხას უსმევს, საჭირო არის, რომ დედამ დაიჭიროს ამკრძალავი მკაცრი პოზიცია მისი მასტურბაციისთვის, იმისათვის, რომ მას აღარ დასჭირდეს ბრჭყალებში, რომ თვითონ დაიწესოს აკრძალვები, იმიტომ რომ აქედან გამოსვლა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო რთული არის და ჯობს, რომ ბრაზი და აგრესია კონდეს დედაზე და მიყვეს მეტნაკლებად მტკივნეულ განვითარებას. კი ბატონო, კი. თავისუფალი სექსუალური აქტივობის შეფერხების გამო დაგროვილი წყენა, ეს მომყავს ფროიდის პასაჟი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს დედასთან განშორებაში. იგივე მოტივი კვლავ ამოქმედდება პუბერტატის შემდეგ, როდესაც დედა საკუთარ მოვალეობად აღიქვავს ქალიშვილის სიწმინდის დაცვას, ცოტა ხმამაღლა, მაგრამ ეგ არის შინაარსით, ბუნებრივია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დედა ანალოგიურად ეწინააღმდეგება ბიჭის მასტურბაციასაც და ამით მას აძლევს აჯანყების ძლიერ მოტივს.
ხო, როგორც თქვი, ეს მისი ფროიდის 1927 წლის ნაშრომი, კაცსა და ქალში ფემინური ნაწილის უარყოფის პრობლემატიკა, ანუ ამ ნაშრომში ანალიზი დასასრულის და დასასრულის გარეშე. აქ ფროიდს მოყავს ესეთი განმარტება, რომ ანალიზის რეზისტენციას უკავშირებს ფემინური ნაწილის მიღების სირთულეს ორივე სქესში. მას მოყავს ფერენცი და აღნიშნავს, რომ ქალის პენისის სურვილისა, ანუ ამ შემთხვევაში მასკულინური და მამაკაცის მხრიდან პასიური პოზიციისადმი წინააღმდეგობის განსაკუთრებული მნიშვნელობა ფერენცს არ გამორჩენია ყურადღებიდან. და ფერენცი 1927 წლის მოხსენებაში აყენებს მოთხოვნას, რომ ყოველი წარმატებული ანალიზი უნდა ახერხებდეს ამ ორი კომპლექსის გადალახვას და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, რომ ნევროზი გადაჭრილად ჩაითვალოს. ფროიდს მოყავს ფერენცის ეს პასაჟი, მაგრამ ამატებს ესეთ რაღაცას, რომ ფერენცი განსაკუთრებულად მომთხოვნიაო, ესე მარტივად ბოდიშიო არ ხდებაო და ვერ ხდებაო. და ესეთ განმარტებას აკეთებს, რომ ანალიტიკური მუშაობის არც ერთ ეტაპზე არ განიცდის ადამიანი უფრო ძლიერად იმ დამთრგუნველ განცდას, ვიდრე მაშინ, როდესაც ცდილობ ქალს გადააწყვეტინო უარი თქვას თავის პენისის სურვილზე, როგორც განუხორციელებელზე. და როდესაც ცდილობ მამაკაცს დააჯერო, რომ მამაკაცის მიმართ პასიური პოზიცია ყოველთვის არ ნიშნავს კასტრაციას და რომ იგი აუცილებელია ცხოვრების მრავალ ურთიერთობაში. ანუ ფროიდი იძახის, რომ ეს არის ის, სადაც ვაწყდებით ძალიან დიდ წინააღმდეგობას, რომელიც ხშირად ანალიზის დასასრულითაც მთავრდება. ფაქტობრივად იდენტობის ნაწილი არის, ხო? რა თქმა უნდა. როგორიც ქალების და ძალიან რთულია. ძალიან რთულია დათმობა მაგისი. დათმო და ან რეკონსტრუქცია გააკეთო. ამასთან ერთად აქედან იმასაც ვსწავლობთ, რომ ის ფორმა, რომლის სახითაც წინააღმდეგობა ვლინდება, ფროიდი განაგრძობს, იქნება ეს ტრანსფერის სახით თუ არა, არსებითი არ არის. გადამწყვეტი რჩება ის, რომ წინააღმდეგობა არ უშვებს არანაირ ცვლილებას. პენისის სურვილსა და მასკულინურ პროტესტთან დაკავშირებით ხშირად გვიჩნდება შთაბეჭდილება, თითქოს გავლილი გვაქვს ფსიქიკის მთელი ფენები ღრმად და ბეჯახებით შემდეგ კლდეს, უხეშ კლდეს და თითქოს ამითი იღება ფარხმალი და ანალიზი შეიძლება დასრულდეს. ეს ტერმინი კლდე, ამას შემდეგ რო განვავითარებ ჟაკლინ შეფერიც იყენებს და ფრანგულ ენაში ეს არის გადათარგმნილი როგორც ღოკ ქრუ და ეს ქრუ ნიშნავს ანუ ნედლი უხეში, ასევე ბგერითი, ანუ ამითი სიტყვით უკავშირდება ქვად, რომელიც ნიშნავს ზრდას, ჩამოყალიბებას, დაგროვებას და ასევე არის ქვაღ რწმენა. ანუ რეალურად ეს კლდე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოიცავს იმ ჩამოყალიბებულ, ჩაბეტონებულ რწმენებს და რაღაცა ამ პოზიციას კაცის შემთხვევაში, რომ მისთვის ფემინური პოზიციის დაკავება არის კასტრირება და ქალის შემთხვევაშიც შეუძლებლობა, რომ უარი თქვას ამ თავის მასკულინობაზე. ქალურობის უარყოფა, რა თქმა უნდა, ვერ იქნება სხვა არაფერი, თუ არა ბიოლოგიური ფაქტი, ამ სქესის დიდ ენიგმაში შემავალი ნაწილი. ფროიდი წერს, ძნელი იქნება იმის თქმა, თუ როდის და თუ საერთოდ ოდესმე ანალიტიკურ მუშაობაში შევძლებთ ამ ფაქტორის გადალახვას. ჩვენ თავს ვიმშვიდებთ იმ დარწმუნებით, რომ ანალიზანტს მივეცით ყველა შესაძლო სტიმული, რათა მან გადახედოს და შეცვალოს თავისი პოზიცია ამ ფაქტორის მიმართ. ეს არის ის მონახაზი, რასაც ფროიდი თავაზობს ქალის სექსუალობაში და ეხლა გადავალ ჟაკლინ შეფერის შეხედულებაზე, რომელიც არის ფრანგი ძალიან ძლიერი ფსიქოანალიტიკოსი ქალი, რომელიც სხვათა შორის ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა 92 წლის ასაკში, რომელიც იკვლევდა ზუსტად სქესთა შორის განსხვავებას, ფემინურობას და სექსუალობას.
და ჟაკლინ შეფერი ზუსტად აი ამ ფროიდის მიერ ნახსენებ წინააღმდეგობა როგორც კლდე, აი აქედან იწყებს იმ თქვათ ერთ-ერთ ნაშრომს, რომელიც მე ავიღე, ერთ-ერთი არა, რამდენიმე ავიღე, პატარა სტატიებიც ავიღე, ნუ მე ამის ბიბლიოგრაფიას, მედია სტატიას მოვასწრებ, რომ დავწერო ახლოს მომავალში და იქ ჩამოვწერ ყველაფერს. ხო და ჟაკლინ შეფერი აყალიბებს თეორიულ ხაზს, რომლის მიზანია აჩვენოს, რომ სქესთა შორის განსხვავება არაა არც თავიდანვე მოცემული და არც ბოლომდე დამუშავებული. და ის იძახის ესეც საინტერესო რაღაცას, რომ აქ ვაწყდებით პარადოქსს, რომელიც ვაწყდებით პარადოქსს, ანუ რაში მდგომარეობს ეს პარადოქსი? თუ ერთი მხრივ გადამწყვეტია ფსიქიკური ბისექსუალობის დამუშავება, მეორე მხრივ ბისექსუალობა თავად უარყოფს სქესთა შორის განსხვავებას. ამასთან დაკავშირებით ჟაკლინ შეფერი აყენებს ჰიპოთეზას, რომ ის, რასაც ფროიდი კლდეს უწოდებს, სწორედ სქესთა შორის განსხვავების კლდე არის. ბევრი სპეკულაცია შეიძლება ამაზე. ძალიან საინტერესო არის მისი ესეთი შეხედულება. ანუ ერთგვარად უპირისპირდება ფროიდის ამ შეხედულებას და მოდით ახლა ჩამოვყვები თვითონ ჟაკლინ შეფერი როგორ უყურებს ამ საკითხს. ფემინურობის უარყოფა წარმოადგენს იმის უარყოფას, რაც სქესთა შორის განსხვავებაში ყველაზე ძნელად ექვემდებარება ჩარჩოში, ანალური და ფალიკური ლოგიკის ფარგლებში მოქცევას. ფემინურობა წარმოადგენს ენიგმას, უკავშირდება უსაზღვრო ტკბობას და ასევე მოიცავს საშიშ ფანტაზმებს და აგენერირებს ძალიან დიდ შფოთვას ორივე სქესში. ჟაკლინ შეფერი თავის ნაშრომში ფემინურის უარყოფა ფსიქოსექსუალურ განვითარებისთვის სამ ძირითად ეტაპს მოიაზრებს, რომლებსაც უწოდებს, არ ვიცი ქართულად მე ესე გადავთარგმნე, კვებავი შეღწევა, facteur nourricier, ანუ ის რაც შიგნით ხდება ბიძგი, ასე ვთქვათ, რომ გააღვიძოს ეს ფემინური ნაწილები და ზოგადად სექსუალობა. ისინი სამი რეალობის გამოცდა, რომლებიც წარმოშობს ფსიქიზაციის გამოცდილებებს სხეულსა და ფსიქიკის საზღვარზე და სწორედ აქ ეს არის ის ადგილი, ეს ფსიქიზაცია სხეულის და ფსიქიკის საზღვარზე, სადაც განისაზღვრება ლტოლვა. პირველი, ანუ ეს სამი კვებავი შეღწევა, პირველი ჟაკლინ შეფერის თეორიაში ეს არის ლიბიდოს მუდმივი ბიძგი, რომელიც განსხვავდება, რა თქმა უნდა, ინსტინქტებისგან და საჭიროებებისგან. ახსნება იქცევა ლტოლვად, რაც არსებითად ადამიანის ძალიან ადამიანურ ფაქტორს წარმოადგენს. მეორე, სქესთა შორის განსხვავების გამოცდა და მისი რეალობის მოთხოვნები, რაც ოიდიპოსის გადამუშავებას გულისხმობს. სწორედ ეს შეღწევა ძალადობრივად მოწყვეტს პრეგენიტალურ მოდელებისგან პენისა და ვაგინას. ანუ სქესთა შორის განსხვავება არის ეს მეორე მთავარი მექანიზმი, რომელიც ავითარებს შემდეგ ფაზებში გადაყავს განვითარების შემდეგ ფაზებში ადამიანი. და მესამე არის სასიყვარულო პარტნიორი ტკბობის სექსუალურ ურთიერთობაში, ის, ვინც ქალში გამოავლენს გენიტალური დონის ფემინურობას. ზოგადად ლიბიდინალური მუდმივი ბიძგები ეგოს მიერ შეიძლება დაკვალიფიცირდეს ანალურ, ფეკალურ და ლიბიდინალურ პოლუსებზე. ანუ რას ნიშნავს ეს, რომ ეს ლიბიდოს მიღება, ასე ვთქვათ, როგორ პოლუსებზე შეიძლება იყოს და ეს არის ანალური, ფეკალური და ლიბიდინალური. ანალურ პოზიციაზე სფინქტერული ფუნქციონირების წყალობით ეგოს ეძლევა შესაძლებლობა გაიხსნას და დაიხუროს ლტოლვის ობიექტის მიმართ. ფეკალურ პოზიციაზე ეგო ნებისმიერ ფასად უარს ამბობს და იტეტება ლტოლვითი შეჭრის წინაშე. ეს არის დენეგაციის, ანუ უარყოფის და ლტოლვის მიმართ სიძულვილის რეპრესიული გადაწყვეტა. ამ დროს კაცს სჭირდება თავისი პარტნიორის დამცირება, დასვრა, ანუ ხანდახან შეიძლება პირდაპირაც იყოს, რა თქმა უნდა, და სრულად მასზე დაქვემდებარება. ქალის სქესი მისთვის ხდება საზიზღრობა, აქ შეიძლება განვითარდეს თავისთავად პერვერსიული ფორმაციები, ანუ სუსტად ამ ფეკალურ პოლუსს მიეკუთვნება პერვერსიული პოზიციები, რომელიც
ხო, რომელსაც მე ჩვენ შემდგომ კარტელში მოხსენებებში ეს ქალის დაბინჯურება იმიტომ ხდება, რომ ტოლის ობიექტს ხედავს, ქალის სქესი ხდება საზისხარი, ანუ იმდენად ფეკალურ პოლუსზე არის. აი მაგალითად ქალი შეიძლება ფეტიშური ობიექტი გახდეს დამცირების საგანი. ის რაც პერვერსიას გულისხმობს კაცის შემთხვევაში, იმიტომ რომ რეალურად პერვერტი კაცი ხო რა არის, უარყოფს იმას, რომ ქალი კასტრირებული არის. აი მაგალითად ფეტიში ხო ეგ არის, რომ ფეტიში არის ის, რომ მან ერთი მხრივ იცის, რომ ესე რაციონალურად რო ქალს არა აქვს პენისი, მაგრამ შიგნით ის უარყოფს ქალი კასტრირებული არის და ფეტიშის სახით ქმნის ფეტიშისტურ ობიექტს, რომელი ობიექტის გარეშეც მაგალითად არ შეუძლია სექსუალური აქტის დამყარება ქალთან. ობსესიურ ნევროზში ობიექტის გახლეჩილობის პრობლემატიკის გადაწყვეტის ცდილობასაც ასე ვთქვათ, ამ როდესაც ეს ერთგვარად შეგვიძლებითი ტენდენცია და ასევე ნაზი ტენდენცია არის ერთმანეთს მოწყვეტილი და იმისთვის რომ ობიექტი, სასწავლო ობიექტი იქცეს სექსუალური ობიექტი, საჭირო რომ ეს იდეალური შარფი ჩამოეცნას და ამის მერე ახდენს მის დევალვაციას, რომ გაუპასპილებას, რომ შეძლოს მასთან ტოლით დინამიკაში ჩართვას. ამიტომ დავშვეს კითხვა, რომ ეს მე მგონი როგორც გავიგეთ, თქვენ ახსენებთ, რომ ფეკალურ პოლუსზე, ამ ლიბიდინალური ფლუქტუაციის, ასე ვთქვათ, იკეტება ტოლის ობიექტი. აი აქ თვითონ შეფერი ამას ანალურ პოზიციას. ანალურს მიაკუთვნებს, სადაც ზუსტად ეს კონტროლი გახსნა ჩაკეტვა, ანუ ესე უდგება ლიბიდოს და ლტოლვას. ამ შემთხვევაში ხო, ანუ ამის მიხედვით ანალურს ეკუთვნის ეს. და ფეკალურ პოზიციაზე ადგილი აქვს უფრო მეტად პერვერსიულ გამოვლენებებს. საინტერესოა, რომ ფაქტობრივად ფეტიშისტი აქედან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ ფემინურობას საერთოდ უარყოფს. კი, თავისთავად, იმიტომ რომ ამისთვის ქალს აქვს პენისი. უარყოფს. ხო და აი აქ რა თქმა უნდა, ახლა მარტო კაცი არ არის ცუდი ქალიც თავის მხრივ ფეკალურ პოლუსზე ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ დააკასტრიროს კაცი. და ცდილობს ქალიც მის ექსკრემენტამდე დაყვანას. და ქალის არ არის შორს, რა თქმა უნდა, პერვერსიებისგან და ეს საინტერესო დინამიკა არის. და ამაზე მე უფრო გავრცობილად ვისაუბრებთ ჩვენს ბოლო მოხსენებაზე, მე მგონი. პერვერსიის კარტელს გულისხმობ. და მესამე, ანუ ესე იგი ანალური, ფეკალური და ლიბიდინალური პოზიცია, სადაც ხდება უკვე ლტოლვაზე დამორჩილება, რაც იძლევა სექსუალური ტკბობის საშუალებას. ანუ უხეშად რო ვთქვათ, ბრჭყალებში მიზანი არის ადამიანმა მიაღწიოს ლიბიდინალურ პოზიციას, ლიბიდინალურ პოლუსს, რომ შეძლოს დამაკმაყოფილებელი და ანუ ხანდახან ტკბობითი სექსუალური ურთიერთობა. ლიბიდინალური, ანუ გენიტალური არის ის, რაც ყველაზე რთული და ძალადობრივია და რაც ყველაზე ინტენსიურად აამოქმედებს ანალურ, ფეკალურ და ფალიკურ დაცვებს, რომელთაც შეიძლება ეწოდოს ფემინურის უარყოფა. ანუ იმდენად რთულია ეს პროცესი, რომ ყველანაირი დაცვა მოქმედებს, რომ ვერ იყოს ეს პროცესი მიღწეული, ასე ვთქვათ რა. წინააღმდეგობებით სავსე არის. და გენიტალური პოზიცია უნდა დაუპირისპირდეს და წინ აღუდგეს არქაული დედის რეგრესულ მიზიდულობას, რომელიც უბიძგებს განუსხვავებლობისკენ, რაც თავის მხრივ სიკვდილის ლტოლვას მიეწერება. ანუ შეფერიც უდიდეს აქცენტს აკეთებს ქალის შემთხვევაში დედასთან ურთიერთობაზე, ანუ ვერა უვალთ დედას გვერდს. და ზოგადად რო ვთქვათ, ხო, ანუ დედა, როგორც მზრუნველი და ასევე პირველადი შემაცდენელი, და შემაცდენელი, ხო, ეს ახლა რა თქმა უნდა, ესეც უნდა იყოს და ეს არის ნორმალური. შემაცდენელი თავისი მზერით, ხმით, შეხებით ახდენს ბავშვის სხეულის ეროტიზაციას, აღვიძებს მის ეროგენულ ზონებს და ასევე საკუთარ თავსაც აძლევს საშუალებას ბავშვის მიერაც იყოს შეცდენილი, თვითონაც მიიღოს სიამოვნება. ეს ჩვეულებრივია და ეს ასეც უნდა იყოს, იმისათვის რომ ბავშვი ნორმალურად განვითარდეს. თუმცა რა თქმა უნდა, ამასთან ერთად საჭიროა დედამ ბავშვს ზედმეტი ექსიტაციის საწინააღმდეგო ინვესტიციის მიწოდებად შეძლოს.
პატარა გოგონასთვის ფემინურობის მონახაზი მაშინ იქმნება, როდესაც დედა სექსუალურ ღამეს უბრუნდება, სადაც აღარ არის დედა და განაახლებს თავის ეროტიკულ ცხოვრებას, ანუ დედა ხდება ქალი, რა თქმა უნდა. ეს ნიშნავს, რომ დედა შვილს საკუთარი სხეულის გავლით გადასცემს შეტყობინებას, რომელშიც დედის სურვილი სხვა ობიექტს ეკუთვნის. ეს მესიჯი თავის მხრივ კი საშუალებას აძლევს ბავშვს ორგანიზება გაუწიოს თავის აღზნებას სხვისკენ. ანუ ეს ადგილი არის ის, სადაც ბავშვი ახდენს ობიექტის, ანუ სხვა ობიექტის კონსტრუირების პრელუდია, ასე ვთქვათ, ანუ დედა ამით ეხმარება ბავშვს შემდგომი განვითარებისთვის. დედა საშიშია, რომ იყოს მხოლოდ დედა ბავშვისთვის და ის არ იყოს ქალი. ჯოხი ნიანგის პირში ზუსტად. აი ამ დედის საკითხებს მე კიდე უფრო ჩავამძიმებ. მივალი კამდეც. მექანიზმი მოხდეთ, სადაც და სეპარირდეს. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. კი. სიცარიელი უნდა დატოვოს. რა თქმა უნდა. გოგონა ვერ გახდება ქალი, თუ ის არ დაუპირისპირდება დედის დედობრივ ფემინურს. მხოლოდ დედობრივს. ძალიან ბევრმა დედობრიობამ, რომლის მიზანია მამის ფიგურის გამორიცხვა და ქალიშვილის ნარცისულ დანამატად გამოყენება, ქალიშვილში იწვევს იდენტობის და მომავალი ქალის სექსუალობაში სერიოზულ დარღვევებს. ხო, ანუ რეალურად არიან დედები, რომლებიც ფაქტობრივად ხანდახან ფეტიშიზაციას აკეთებენ თავისი შვილით და იმხელად კბობას განიცდიან, რომ ადგილი აღარ რჩება არც კაცს, ქმარი იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს, კაცი თუ სხვა ქალი, იმდენად ბავშვით ხდება მოცული. მაგრამ თუმცა ამასთანავე მნიშვნელოვანი არის, რომ პირიქით დედაში ჭარბი სექსუალობის დომინირებამ შეიძლება ქალიშვილში აღძრას სიძულვილი პრიმიტიული სცენისა და სექსუალობის მიმართ, რაც შეიძლება გამოვლინდეს მძიმე ისტერიაში და ფრიგიდულობაში. ანუ ეს მეორე შემთხვევა უკიდურესი, როცა დედას დედობრივი არა აქვს და მთლიანად ქალია და ბავშვი ჭირდება დედა. როგორ? ხო. რა ყუილია. ხო და აი ამით რეალურად, როდესაც ზედმეტად სექსუალიზირებულ, ანუ დედა საერთოდ რომ დედობრიობა არ აქვს, ან აკლია, შეიძლება ქალიშვილს გადასცეს კაცების სიძულვილი, პენისის შიში, სექსუალური აქტის და პენეტრაციის ზიზღი და ამასთან შეიძლება გოგონა სხვადასხვა ჰომოსექსუალობებისკენ მიმართვოსო, შეფერი იძახის. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დედა როდესაც ზედმეტად ტკბება შვილით, შემდგომ ზრდასრულ ცხოვრებაში უამრავი მაგალითი არის კაცებთან, რომ ისინი ვერ ამყარებენ ქალთან სექსუალურ კავშირს, იმიტომ რომ მათთვის ქალი არის დედა, იმიტომ რომ დედისგან არ არის სეპარირებული და დედას არ არის მოწყვეტილი და შესაბამისად რა ხდება ხოლმე, აქაც უამრავი შემთხვევა არის, რაც ყველა ხვდებით პრაქტიკაში, რომ კაც შეიძლება მაგალითად ერექციის პრობლემები ჰქონდეს. იმიტომ რომ მის ფსიქიკაში ქალი არის დედა და ერექციის პრობლემით, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ ებრძვის ინცესტს და ებრძვის ინცესტს აი ეგეთი რაღაცა გამოდის. კი. მაგაში გადააქვს. და სხვათა შორის ფროიდი ერთ-ერთ ნაშრომში იძახის პროსტიტუტები გამოსავალი, ანუ ფროიდი ამას იძახის, რომ კაცმა უნდა გადალახოს. ესეში წერს მგონი. საწერს? სამესეში. მე მგონი სამესეშიც წერს. სხვაგანაც ახსენებ, ზუსტად ვერ ვიხსენებ. ძალიან კარგად არის ერთი სექსუალური ცხოვრების ჩვეულებრივი დამცირება თუ რაღაც ასეა. სასიყვარულო სფეროში დამცირების უნივერსალური ტენდენცია. რაღაც მსგავსია, ხო, ანუ რეალურად სამაზე, რომ ანუ ეს პირველად აქტში, ანუ დედა როგორ შეიძლება, პროსტიტუტში როგორ შეიძლება იყოს დედა რეპრეზენტირებული. რომ როცა მოზარდობაში უკვე ბიჭი იგებსო,
დედის რა შეიძლება აკეთებდეს დედა როცა სხვა ხალხებს შესაძლებლობებს ამას მე როგორ ვარაუდობ საკუთარ დედაზეც ამას და კი და ეს უნდა გადაილახოს ანალური, ფეკალური და ლიბიდინალური. და ეს მეორე ის ზუსტად ისო თავის მიმართ ეს დამსწრება და ხო ეგ კი და რეალურად პერვერსიის დროს ხო ხშირად პერვერტი კაცი ანუ აქტი ვერ მიყავს ბოლომდე და რა მხოლოდ პრელუდიას აქვს ადგილი ანუ და აქაც ზუსტად აი ამ პოლუზე შეიძლება ეს გამოვლინდეს კაცის შემთხვევაში. აქ ახლა პატარა გადახვევას გავაკეთებ. არის ესპას ანალიტიკში ესეთი ანალიტიკოსი მარკოს საფიროპულოსი, რომლის წიგნი შარშან ვიყიდე კონგრესზე. ძალიან საინტერესო არის ფემინურობის საკითხი ფროიდიდან ლაკანამდე და პატარა ადგილები ამოვიღე აქედანაც, რაც ეხება ზუსტად დედასთან ურთიერთობას ქალის შემთხვევაში, ფემინურობას შლის, ასე ვთქვათ, ამ წიგნში. ის ასეთ რამეს იძახის. გოგონას ოიდიპოში შესვლა გულისხმობს დედის უარყოფას, რაც ვთქვით აქამდე ბევრჯერ. მაგრამ როდესაც ან უფრო ლაკანიანურ ჭრილში ხსნის ეს საფიროპულოსი ამ ფემინურის დამუშავებას. მაგრამ როდესაც ეს უარყოფა, ანუ დედის უარყოფა, ვერ პოულობს სიმბოლურ დამუშავებას მამის ფუნქციის მეშვეობით, ამან ქალი როგორც ლაკანი იტყო და შეიძლება მიიყვანოს სუბიექტური იდენტიფიკაციის ფორკლუზიამდე. რაც თავის მხრივ ახლოს მიდის ფსიქოსთან. როდესაც ვერ ხდება პირველადი დედობრივი ფიგურის სიმბოლიზაცია, ეს ასევე შეიძლება გადაიქცეს დედის ფორკლუზიად, სადაც დედა იქცევა რეალურ ძალად, რომელიც დევნის ან მოითხოვს გოგონასგან იყოს თავისი დაკმაყოფილების და ტკბობის ობიექტი. დედობრივი ფიგურა, რომელიც არ არის ჩართული საკუთარ სურვილში, როგორც ქალი, ის მთლიანად დედათ არის ქცეული და ბავშვს იყენებს როგორც ფეტიშისტურ დაკმაყოფილებას. ავტორს მოყავს ფროიდის ნაშრომი, დამავიწყდა, არ მიწერია აქ, სადაც ქალის მიერ განვითარებული პარანოია, რომელიც ერთი შეხედვით მიემართება სიყვარულის ობიექტ კაცს, სინამდვილეში ეხება პირველადი დედის ხატს, როგორც მდევნელს. ანუ რეალურად ის რომ ქალი ვერ გამოდის დედის დისკურსიდან, ეს მხოლოდ სექსუალურ პრობლემებს არ ქმნის, შეიძლება გაცილებით მასშტაბური სახე მიიღოს და განავითაროს ფსიქოზი. რომ დედა გახდეს რეალური, რომელიც დევნის. ფემინურობის საკითხის კვლევაში ქალიშვილის სიმპტომები შეიძლება დავაკავშიროთ დედის სუპერ ეგოსეულ ძალასთან, რომელიც უფრო დესტრუქციულია ქალიშვილისთვის, ვიდრე ბიჭისთვის, რადგან ადგილი აქვს უფრო მჭიდრო იდენტიფიკაციას ხადია. ვინ არის დედა ლაკანთან? ლაკანიანური დედა განსხვავდება ფროიდიანული დედისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პასაჟი მოყავს აქ. ლაკანთან დედა წარმოდგენილია როგორც საშინელი სუპერეგოსეული ძალა, რომელიც მას ემუქრება არა სხეულის რომელიმე ნაწილის დაკარგვით, არამედ თვით სხეულის განადგურებით. ლაკანთან დედა არის პრეოიდიპალური, სუპერეგოსეული და ბარბაროსული ძალა, როგორც ვთქვით, მაშინ როცა ფროიდთან ასეთი დედა არ არსებობს, რადგან სუპერეგოზე საუბარი, ვიცით რომ მხოლოდ ოიდიპოსის კომპლექსის მერე ხდება. და უკავშირდება ინსტანცია ფროიდთან, ხო, მამას უკავშირდება ფროიდთან. ფროიდთანაც მამა არ არის ამდენად სასტიკი. კი. როგორც ლაკანის დედა, იმიტომ რომ ფროიდის მამა ეს ამბრძალავი ეს არ არის მართლა შეცავს ნაწილებს აჭრის ბავშვს ანადგურებს ანაწერი. ლაკანიანური დედა და კლაინიანური დედა ზუსტად ასეთია, რომელიც ნაწილებად ჭრის და კი. ზუსტად. ამასაც იძახის ზუსტად კლაინთან ახლოს, აი ვიტყვი მაგასთანაც მივალ. ხო და ანუ ფროიდთან სუპერეგო, რა თქმა უნდა, არის ოიდიპოსის შემდგომი დანატოვარი, ასე ვთქვათ. და ის ასევე იძახის ესეთ რამეს, რომ ფროიდთან ცუდად არის გამიჯნული სუპერეგოს ინსტანცია, ცუდად არის გამიჯნული მე იდეალისგან. ლაკანი კი კვეთრად ანსხვავებს ამ ორს. და როგორ? ფროიდთან მე იდეალი მოიცავს დედას.
ლაკანი კი პირიქით მეიდეალისგან გამორიცხავს დედას. თუ სუპერეგო ფროიდთან არსებითად პატერნალურია, ანუ მამობრივი და პოსტოიდიპალური, ლაკანი 1938 წლიდან იცავს უფრო კლაინიანურ შეხედულებას, იდეას პრეოიდიპალური დედობრივი სუპერეგოს შესახებ, რომელსაც მოგვიანებით ავსებს უკვე პოსტოიდიპალური მამობრივი მე იდეალი, რომლის ფუნქციაც სწორედ ის არის, რომ ბავშვი ამოგლიჯოს პირველადი დედის დაკმაყოფილების გამოგლიჯოს ამ იმპერიიდან. ხო, ანუ არის დედა, მერე არის და ეს განსხვავებები არის მნიშვნელოვანი. ხო, ანუ რეალურად ეს მე იდეალი l'idéal du moi ამ შემთხვევაში იდენტიფიკაცია არის, ანუ დიდი სხვა იგულისხმება, სიმბოლურ რეგისტრს გულისხმობს და le moi ანუ იდეალური მე, როგორც მეს სრულყოფილი ხატი, რომელიც წარმოსახვის რეგისტრს გულისხმობს. მე იდეალი და მესი. მეს იდეალი, ხო, მეს იდეალი. მე იდეალური მე დავწერე. ხო, მეს იდეალი, იმიტომ რომ თარგმანი რაღაცა სხვადასხვანაირი არის და ეგ არ მახსოვდა, რომ მეს იდეალია ქართულად. არა, მე იდეალი. იდეალი du moi. მე იდეალი არის ის, რომელიც დიდ სხვასთან იდენტიფიკაციას გულისხმობს. ეგ არის მეს იდეალი, ნარცისტული. და რომელიც წარმოსახვით ეკუთვნის. ანკო, მე მგონი პირიქით არის მეს იდეალი არის იდეალ du moi და მე იდეალი არის moi იდეალი. მე კიდე ესე ვთარგმნე. l'idéal du moi მე იდეალი, ანუ მეს იდეალი, ხო? და ის არის მე იდეალი. მე იდეალი, ხო, მე ვთარგმნე იდეალურ მე. გამოდის რომ პრეოიდიპალურ დონეზე მამის კანონი მანამ სანამ მამის კანონი ამოქმედდება პრეოიდიპალურ დონეზე, მატერნალური იმაგო უკვე ფუნქციონირებს, რომელიც ემუქრება ბავშვს მთლიანი სხეულის დანაწევრებით და არა მხოლოდ ერთი ორგანოს კასტრაციით, რაც კაცის შემთხვევა არის. ხო, ეს ამონარიდი იყო აქედან. ახლა ისევ მიუბრუნდები შეფერის თეორიას. ის გამოყოფს ფალიკური ფაზის მნიშვნელობას. ფალიკური ფაზა, რომელიც გულისხმობს პენისის ნარცისულ ზეინვესტირებას, ამბობს, რომ გარდაუვალია თავისთავად როგორც გოგოსთვის, ისე ბიჭისთვის. ზოგადად ფალიკურია ის, რაც ამოძრავებს ძალაუფლებას, კონტროლის და დომინაციის წყურვილს. იგი არის ძალის სიძლიერის, ანუ პუისანს ანტაგონისტი. ანუ რეალურად ეს ფალიკურობა ხო სინამდვილეში სიძლიერეს არ გულისხმობს პირიქით. სიძლიერის ანტაგონისტი არის. სიძლიერე, ასე ვთქვათ, უფრო მეტად არის, როდესაც ამის გადალახვა მოხდება. კი. ხო, არის ამის ანტაგონისტი როგორც მამაკაცების, ისე ქალების შემთხვევაში. ფალიკური მოთხოვნა ორივე სქესში წარმოადგენს თავდაცვას კასტრაციის შფოთვის წინააღმდეგ. ფალიკური არის ერთ-ერთი გზა, რომლის მეშვეობითაც ბავშვი თავს აღწევს პრეგენიტალურ დედას. ხოლო, ანუ თუ ფალიკური ეტაპი გარდაუვალია და ის თავისთავად ხდება და ადგილი აქვს ფემინურზე წვდომა უკვე სხვა გზას მოითხოვს. ეს გაცილებით რთულია და არ არის ესე პირდაპირ მოცემული. ამ პროცესს ზუსტად ჟაკლინ შეფერი ფემინურის მუშაობას უწოდებს, რომელიც როგორც კაცთან, ასევე ქალთან უზრუნველყოფს სხესთა განსხვავებაზე წვდომას და მის შენარჩუნებას. და ეს შენარჩუნებაც არ არის მარტივი ამოცანა. ეს შეიძლება ყოველთვის იყოს ისევ ბიძგი, რომ გადავიდეს წინა ფაზებზე. ქალს ორი ანტაგონისტური რამ სურს. ერთი მხრივ მას ძულს ეზიზღება დამარცხება, მისი სქესი კი ითხოვს ამას, მეტიც მოითხოვს. იგი მოითხოვს დაცემას, დამარცხებას, კაცის მასკულინურს, ანუ იმას, რაც ფალიკურის ანტაგონისტია, ფემინურს. მას სჭირდება ლიბიდოს დიდი რაოდენობა და ეროტიკული მაზოხიზმი და სწორედ ეს არის ფემინურის სკანდალი. ანუ ფემინურის სკანდალი, ასე ვთქვათ, არის ის, როდესაც მოითხოვს, ქალში რაღაცა მოითხოვს, რომ გაეხსნას გზა ფემინურობისკენ და ეს პროცესი გულისხმობს მაზოხისტურ ელემენტებს, რომელსაც ახლა შევეხები.
კაცთან ფემინურის მუშაობა იმაში მდგომარეობს, რომ მან შეძლოს მიენდოს ლიბიდოს მუდმივ ბიძგს. მაშინ, როცა მისი სიამოვნების პრინციპი შეიძლება უბიძგებდეს, რომ დაკმაყოფილდეს პერიოდიზირებული რეჟიმით, დაძაბულობითა და განდვირთვით. ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს ანალურ სექსუალობასთან, ანალურ პენისთან. კაცის ორგაზმს თარად აიგივებენ ტკბობასთან, მაშინ, როცა იგი სინამდვილეში ტკბობიდან გაქცევას წარმოადგენს და ეგოს კონტროლში რაც შეიძლება სწრაფ დაბრუნებას. ანუ კაცისთვისაც არის ასევე მნიშვნელოვანი, რომ გაცდეს ფალიკურ სტადიას. სექსუალური განსხვავების ასიმეტრიას იდენტიფიკაციები ამდიდრებს, წერს ჟაკლინ შეფერი. და ეს ძალიან საინტერესოა. მამაკაციც იგრძნობს ქალის უნარის მიერ მასზე დომინირებას და ეს ქალის უნარი, რომელიც გულისხმობს დამორჩილების და პენეტრაციის მიმღებლობას. რაც უფრო მეტადაა ქალი დამორჩილებული, მით მეტ სიამოვნებას განიცდის და მით მეტად არის ნაყვარები. რაც უფრო მეტად ახერხებს მამაკაცი ქალის დამორჩილებას, მით უფრო ძლიერია და სიყვარული ალბათ ამ შეხვედრაში მდგომარეობსო. იცახის, ანუ რეალურად რას ნიშნავს, რომ კაცი არ იდენტიფიცირდება მხოლოდ აქტიურ პოზიციასთან, არამედ ქალის რეცეპტულობასთან, ქალის მიმღებლობასთან და ეს ურთიერთი იდენტიფიკაციები ამდიდრებს მათ კავშირს. მაზოხიზმის ენიგმა არის ძალიან საინტერესო, როგორც განიხილავს ჟაკლინ შეფერი. ის წერს, ფემინური ენიგმა ასე განისაზღვრება. რაც უფრო მეტად არის ქალი დაშავებული, მით მეტად სჭირდება, რომ იყოს სასურველი. რაც მეტად არის დამორჩილებული, მით უფრო მეტად ძლიერია თავის საყვარელზე. ქალის დამარცხების შესაძლებლობა ეს არის ქალის ძალა. ამრიგად შემთხვევითი არ არის, რომ ფროიდთან ხვდებით ამ ფემინური ენიგმის და იდუმალ მაზოხისტურ ტენდენციებს შორის კავშირს. ის შემდეგნაირად ხსნის პირველადი მაზოხიზმის ბრჭყალებში საჭიროებას ქალის შემთხვევაში. ზოგადად გოგო ლოდინს არის მიძღვნილი. თავდაპირველად ჯერ პენის ელოდება ადრეულ ფაზაში, შემდეგ მკერდს, ციკლს, ჯერ თავიდან, შემდეგ ყოველთვიურად, შემდეგ ელოდება პენეტრაციას, მერე ბავშვს ელოდება, მერე მშობიარობას ელოდება, მერე ძუძუთი კვების შეწყვეტას და ასე შემდეგ. ანუ ლოდინს არის მიძღვნილი ქალი. მართლაც ელოდება. ყველაფერს ელოდება. ის არასოდეს წყვეტს ლოდინს და რადგან ეს მოლოდინები უმეტესად უკავშირდება რეალურ, არაკონტროლირებად დანაკარგთა გამოცდილებებს. იქნება ეს საკუთარი თავის ნაწილების თუ ობიექტების დაკარგვა. ხო, ანუ რეალურად ეს რეალური დანაკარგები მართლა კარგავს ქალი ყველაფერს. ანუ ის, რომ მაგალითად ბავშვი იბადება, ესეც ხო დანაკარგია და ციკლიც დანაკარგი არის და ასე შემდეგ. და ამის სიმბოლიზაციას, რა თქმა უნდა, ქალი ვერ ახდენს, იმიტომ რომ საქმე რეალურ დანაკარგებთან გვაქვს. და მას არ შეუძლია ისე როგორც ბიჭს, რომ ორგანოს დაკარგვა შფოთვის სახით იყოს, რომელიც რეალობაში არასოდეს იკარგება. ნუ თუ არ აქვს ადგილი მართლა რეალურად. ქალთან რეალურად დამდგარი ფაქტი არის და კაცის შემთხვევაში ეს არის ის, რაც სიმბოლურად გადამუშავდება და რეალურ დანაკარგთან არ გვაქვს საქმე. და ასეთ და ქალი ასეთ გამოცდილებებს ქალთან ასეთ გამოცდილებებს თანსდევს მისი ნარცისული ეკონომიის ძლიერი რყევები, ცხადია. და ამ ქალს ამ ყველაფრის გამკლავებისთვის სჭირდება სოლიდური პირველადი მაზოხიზმი. ანუ ეს მაზოხიზმი რეალურად ხელს უწყობს, რომ გაუძლოს ამ დანაკარგებს. ლიბიდინალური ბევრ რამეში, ანუ მაზოხიზმი ხო ფროიდის განმარტავს, რომ შეიძლება იყოს ეროტიკული, რომელიც თქვათ დღეს შეიძლება პირდაპირ სექსუალურ აქტში BDSM-ი მაგალითად შეიძლება იყოს მორალური მაზოხიზმი. ხო, არა, პირველადი პირველადი, ხო, აი
მაზოხიზმი ზოგადად ხო, ანუ ზოგადად პირველადი მაზოხიზმი როგორც საჭირო მოცემულობა იმისათვის, რომ ამ ყველაფერს ქალმა გაუძლოს. ანუ ეს არ არის, ასე ვთქვათ, რაიმე პათოლოგია ან რაიმე რაღაცა ისეთი გადახრა ბრჭყალებში. ეს არის საჭირო მოცემულობა, რომ ქალმა შეძლოს ამ ყველაფრის გაძლება, იმიტომ რომ რამდენ ტკივილთან და რამდენ დანაკარგთან უკვე როგორც ქალისთვის მაზოხისტები რაღაც ესეთი რამეა? იმისათვის, რომ ამ დანაკარგს გაუძლოს. დანაკარგი პირობითად ამ შემთხვევაში ეს რაღაცა ის ციკლი ავიღოთ, ანუ თუნდაც იგივე ბავშვის გაჩენა, ხო, ან კიდევ უფრო პატარა ასაკში რაღაცები, ანუ რაც მარტო ქალისთვის არის დამახასიათებელი, იმიტომ გვაქვს, რომ ეს რაღაცა იმუნიტეტი ეგრე გამოდის. ანუ მაზოხიზმად შეიძლება მოიაზრებოდეს არის ჩამონათვალი. კი ბატონო, რომ არსებული რაღაცები, რაც მხოლოდ ქალებს გვაქვს. კი ბატონო. პირველად მაზოხიზმი ეს ფროიდის ტერმინია, რომელიც ყველას გვაქვს და ეს არის თანატოს დესტრუქციული თანატოსის ცნების შემოტანასთან არის დაკავშირებული, რომ დესტრუქციული ეკონომიკა ცდილობს გაანადგუროს საკუთარი თავი და შემდეგ მეორადი მაზოხიზმი არის ის, რაც სადიზმისგან შემობრუნებით წარმოება. და ამ შემთხვევაში მე მგონი უფრო ის იგულისხმება, რომ ეს მაზოხიზმი არის ის, რაც ქალს გადარჩენაში, ეს პირველადი მაზოხიზმი, რაც ქალს გადარჩენაში ეხმარება. რომ კარგავს მაგალითად ბავშვის დაბადება, ხო, რაღაც კასტრაციის გაცოცხლება არის ფაქტობრივად. ეს ამის გაძლებაში და ატანაში ეხმარება ეს მაზოხიზმი, მათ შორის ზუძუტიკოების დროს, რომელიც შეიძლება ხშირად მტკივნეულ რაღაც ირჩევ როგორ მოცემულობა, ხო, ნუ ახლა ბავშვის გაჩენას ირჩევ, ახლა ციკლს არ ირჩევ. ხო. თუმცა დღეს უკვე შესაძლებელია ეგეც. არა, ნივთიერებით ხელოვნურად ეგეთ შეიწყვიტო და შეიძლება. ხო, ნუ ახლა ხშირად ალბათ ესე უბრალოდ მხოლოდ სურვილით ამას არ აკეთებს ქალი, რაღაცა როცა სამედიცინო საჭიროება. ანუ ხო, ნუ არჩევანი ხო არის. ხო. სეგავ შემთხვევაში პირველი მაზოხიზმი გამოგცემდა ტკივილის სიდნებისადმი კი ბატონო, ეგრე გამოდის. როგორ? ტოლერანტობა. თუნდაც ეს პუბერტატის ასაკში ვაგინის სენსიტიზაცია რომ უნდა მოხდეს და გადაგჭრიტო, ესეც მაზოხიზმის საპიროებს, იმიტომ რომ თუნდაც სექსუალურ აქტში მას უწევს რომ ვაგინიზაციულ ტკივილს გაუწევს. კი ბატონო. შეიძლება ეს პირველი მაზოხიზმი. ხო, ანუ ამიტომ ქალთან არის საჭირო კომპონენტი, ასე ვთქვათ. და ის უკვე ამ შემთხვევაში, როცა ლიბიდინალური თანააღზნება არის, რომელიც ტკივილის ეროტიზაციას ახდენს, გოგონას ეხმარება საკუთარი სხეულის ათვისებაში, ანუ აქ უკვე აღარ არის მხოლოდ პირველაძე საუბარი. მაგრამ რა თქმა უნდა, აქ არ არის პათოლოგიურ მიდრეკილებებზე საუბარი. ამ შემთხვევაში ეს ასრულებს დედისგან დაცვის ფუნქციას, რათა არ მოხდეს მამასთან შერწყმა. მასთან შერწყმა, რა მამასთან შერწყმა. შემდეგ მნიშვნელოვანი მაგრამ რეალურად შემდეგ უკვე მნიშვნელოვანია მაზოხიზმის შებრუნება მამისკენ. ანუ პირველადი მაზოხიზმიდან, რომელიც აუცილებელია დედობრივი სხეულისგან დიფერენციაციისთვის, მეორად ეროტიკულ მაზოხიზმზე გადასვლა, რომელიც გოგოს მიიყვანს მამის პენისით პენეტრაციის სურვილამდე. ამ ოიდიპალურ სურვილთან დაკავშირებული დანაშაულის გრძნობას გოგონა გამოხატავს ფანტაზმში, რაც უკვე აქაც გავლილი გვაქვს ნაცემი ბავშვი. ესე აკავშირებს შეფერი. სხვათა შორის, აი აქ ის მომენტი, რომ აი ეს მაზოხიზმი, თუნდაც ეროტიკული, საჭიროა, რომ თავისი სხეულის შეცნობა და ათვისება მოახდინოს გოგონამ იმისათვის, რომ დედისგან სეპარაცია მოახდინოს, გამახსენდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფილმი, რომელიც ძირითადად რა პერვერსიაზეა, ეს არის The Piano Teacher, ჰანეკეს ფილმი არის. სადაც ძალიან კარგად ჩანს პირდაპირ ეკრანიზაცია არის გაკეთებული დედის და
შვილის, ქალიშვილის ურთიერთობა როგორ შეიძლება, როგორი დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს ქალის შემთხვევაში, რადგან ამ ფილმში ახლა სპოილერი არ გამომივა, რადგან ესევე იწყება ეს ფილმი, რომ დედა და შვილი, რომელიც არის 30+ ასაკით, არის მასწავლებელი მუსიკის, ისინი ერთ ლოგინში წვანან. ანუ ისინი არ არიან სეპარირებულები და ზუსტად ამის გამო ეს ქალი არის პერვერტი და სავსე მაზოხიზმით. და ზუსტად ეგ არის ამ ფილმის მთავარი შინაარსი, უყურეთ, არის სასწაული ფსიქოანალიტიკური გაგებისთვის. ხო. ანუ პირდაპირ ეკრანიზაცია არის გაკეთებული ამისი რა. ხო, არის, მაგრამ ის უფრო შედაც ახსენე უფრო ხმობდი. ხო, რომელში თქვი შენ? ლექსონი. კი, მანდაც არის. მაგრამ აქ უფრო მკვეთრად არის დანახებული ეს ყველაფერი. ფანტასტიკი რეალურად. კი. დედის ხო, დედის გავლენები. ხო. და ქალისთვის იძახის შეფერი, რომ ხო, ქალისთვის ტკბობის ობიექტი კაციც დგება ასევე მესამე გამყოფის პოზიციაში. დედისგან გამყოფის, რათა ქალი ამოგლიჯოს დედასთან მისი არქაული ურთიერთობიდან. თუ დედამ ქალიშვილს პენისი არ მისცა, რაც ფროიდის მიხედვით მას სიძულვილის ობიექტად აქცევს, არც ვაგინას აძლევს. სწორედ ვაგინის გახსნითა და გამოვლინებით შეძლებს კაცი ქალის ამოგლეჯას მისი ავტოეროტიზმისა და პრეგენიტალური დედისგან. აქ ადგილი აქვს რეალურად ობიექტის ცვლილებას შეფერის მიხედვით. ანუ დედისადმი ანალური დამორჩილება, რომლისგანაც გოგო პენისის შურით ცდილობდა გაქცევას, იქცევა საყვარელისადმი, ანუ ტკბობის ობიექტისადმი ლიბიდინალურ დამორჩილებად. იმისათვის, რომ პარტნიორმა ქალში გახსნას და გააღვიძოს ფემინური, მას ასევე უნდა შეეძლოს ფემინური პოზიციის დაკავება, ანუ პარტნიორს კაცს. ანუ შეძლოს დაემორჩილოს მუდმივ ტოლვით ბიძგებს და გარკვეული დროით უარი თქვას და დათმოს თავისი ანალური და ფალიკური კონტროლი, ნუ თქვით ეს ისედაც, რომლის მიღმაც ქალი დედის სხეულთან დაკავშირებული შიშები დგას. ანუ კაციც უნდა გაცდეს ამას, კაცმაც უნდა თავის დედისგან სეპარირდეს, რომ დაეხმაროს ასევე ქალსაც და ქალიც დაეხმაროს კაცებს. და ნუ რეალურად ამ კავშირზე ხო შეუძლებელია ფანტაზმის გარეშე, ანუ ორი ფანტაზმური სცენარის შეხვედრა ნიშნავს, რომ თითოეული სუბიექტი მეორეში ამოიცნობს საკუთარ არაცნობიერ ისტორიას. ობიექტი არის ის, ვინც შენს ამბებს გიყვება. ანუ საყვარელი თითქოს ამბობს იმას, რაც სუბიექტმა უკვე იცოდა თავისი თავის შესახებ, მაგრამ ვერ ამბობდა. ფანტაზმური მიზანსცენა არის ის, რაც ახდენს ლიბიდოს შეკავშირებას, რომელიც მონაწილეობს სურვილის გაჩენასა და მის შენარჩუნებაში. ამასთანავე ფანტაზმების შენარჩუნება ურთიერთო, ანუ აქ ამ შემთხვევაში ახლა ფანტაზმების ეს არ იგულისხმება ესეთი რაღაცა ნარცისული იდენტიფიკაციები და სხვათა შორის აი ზუსტად ამაზე მექნება შემდეგი ამის გაგრძელება სემინარი, როდესაც ნარცისულ იდენტიფიკაციებს აქვს და როგორი დესტრუქციული განვითარება მოსდევს ხოლმე ასეთ ურთიერთობას რა. აქ შეფერი საუბრობს იმ ასე ვთქვათ ნორმალურ ფანტაზმზე, რაც საჭირო არის იმისთვის, რომ შედგეს ურთიერთობა. ხო და ამასთანავე რეალურად ასეთ რამეს იძახის, რომ ფანტაზმის შენარჩუნება, ხო, რაც უნიშნელოვანესია, რომ ფანტაზმი არსებობდეს და არა რეალური, დღევანდელობის fast love, როგორც fast food-ის პირობებში არ არის მარტივი. აღსანიშნავია, რომ ფანტაზმი ბევრნაირი შეიძლება იყოს. საქმე გვაქვს ადამიანის ფსიქოსექსუალობის პოლიმორფულად პერვერსიულ ნორმალურ კომპონენტთან და არა პერვერსიასთან. Situationship-ი არის. Აქი ზუსტი შესაძლებელი. ფასტლავი, ხო, ანუ ფასტლავით ვართ მოცულები რეალურად დღევანდელობაში და სადაც ფანტაზმის ადგილი აღარ რჩება და
როგორც რასაც fast food-ი უკეთებს ორგანიზმს, fast-ლავიც იგივეს უკეთებს შინაგან სამყაროს, ფსიქიკას. ხო, ლაკანისთვის წერს სიყვარული ყოველთვის ფანტაზმის სტრუქტურაშია ჩაწერილი. სუბიექტს არ უყვარდება რეალური სხვა, არამედ ის, ვინც მისი ფანტაზმის ადგილს იკავებს. სწორედ ამიტომ ამბობს ლაკანი, რომ სიყვარული არის მისცე ის, რაც არ გაქვს. რამდენად არის შესაძლებელი, საინტერესოა. ქალის ფემინური ძალა არის მისი სურვილი იყოს სასურველი, გავდივარ ბოლოსკენ მალე პრინციპში. როდესაც ეს სურვილი არ არის, ან აღარ არის, მაშინ შეიძლება თავი სქესისგან მოკლებულად იგრძნოს. ამ შემთხვევაში შეიძლება ვილაპარაკოთ ქალის კასტრაციის შფოთვაზე, რომელიც ეხება მის სხეულს, მისი მიმზიდველობის უნარს. ეს შფოთვა განსხვავდება კასტრაციის შფოთვისგან, რომელიც კაცს თქვათ პენისზე და მის პერფორმანსზე აქვს დამყარებული. ჟაკლინ შეფერი განასხვავებს ფემინურობას და ფემინურს. თუ ფემინურობა არის სხეული, მაშინ ფემინური არის ხორცი, ოღონდ ცუდი თარგმანი არის. მე არ ვიცი უფრო შესატყვისი როგორ იქნებოდა, ეს ფრანგულად არის ლაშერ. და ხორცის ეროტიკა, ანუ ფემინურის ეროტიკა და არა ფემინურობის, რომელიც შეიძლება მხოლოდ გარედან იყოს, თქვათ ესე ფემინურობა. ეს არის შინაგანი, უხილავი და შემაშფოთებელი, რომელიც ორივე სქესისთვის ატარებს ფემინურის შფოთვებს. თუ დედა ქალიშვილს ვერ გადასცემს პენის, ხო ის ვაგინასაც ვერ გადასცემს და შესაბამისად ფემინურსაც ვერ გადასცემს, ანუ ფემინური არ მიიღება დედასთან იდენტიფიკაციით. იგი უნდა კონსტრუირდეს სუბიექტურად სხვა სურვილის, სხვა ობიექტის და სხვა სცენის გავლით. ეს რაღაცა პატარა ის არის. და აი ქართულად, ანუ ფრანგულად არის ფემინიტე და ფემინა. ანუ ფემინურობა და ფემინური, ალბათ ესე იქნება ქართულად. ანუ ფემინური არის ზუსტად ის, რაზეც ახლა ვილაპარაკეთ. და არა ფემინურობა, რომელიც შეიძლება მხოლოდ გარეგნულ ახასიათებელს ატარებდეს მაგალითად. სხვათა შორის აქ მე ესეთი ასრულებს ესეთი სტატიიდან მაქვს მოწერილი ქალზე, ქალის ფემინურობაზე. მას მოყავს მიშელ მონტრელეს სტატია, რომელიც ენციკლოპედია უნივერსალიში არის და ეს ავტორი, რომელიც ჟაკლინ შეფერს მოყავს ამ თავის ნაშრომში, რომელიც არის ფემინურობა, ცალკე აქვს ეს ნაშრომი. იძახის ესეთ რაღაცას. ქალის ლაპარაკი ისმის ისე, როგორც მისი სხეულის გაგრძელება. არაფერია ლატენტური, ყველაფერი მანიფესტურია. ფემინურობა წინააღმდეგობას უქმნის ანალიზს, იმით რომ უგუებელყოფს განდევნას და ემუქრება რეპრეზენტაციას. კონტინენტი შავია, რადგან წრეც გარეთ არის სიმბოლური ეკონომიიდან ფორკულზირებული. ქალი ტკბება თავისი სხეულით ისე, როგორც ხვისის სხეულით. ქალის არქაული სექსუალობა ხელს უშლის სიმბოლურ კასტრაციას. აქ რეალურად საუბარი არის იმაზე, რომ რამდენად არის ანალიზირებადი. ქალი, ეს ნახევრად შეიძლება ხუმრობით მივიღოთ, ან არა ხუმრობით, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის. მან ასევე დაწერა, რომ ქალისთვის ხსნა მხოლოდ სუბლიმაციაშია, ქალი უნდა დატკბეს მეტაფორით და ტკბობა უნდა იქცეს წერად. ქალი პირიქით იმას იძახის, რომ ქალის ფემინური არ არის კასტრირებადი, არ არის მოქცევადი ფალიკურ კანონში, ასე ვთქვათ. კანონ გარეშე არის პატუ, რასაც ლაკანი იძახის. ხო, რომ არა ყველა, არა მთლიანი, ანუ ქალი არის ის, რომელიც ვერ ექცევა ჩარჩოებში. ანუ რეალურად ეს ხაზგასმა არის მისი, ცოტა ფემინისტური ის რომ შემოვიტანოთ, რომ ხო, ანუ ქალი უფრო მრავალფეროვანი და უფრო რაღაც ესეთი კომპლექსური არსება არის და ლაკანი ამბობდა ეძებს ამ რაღაცებს.
ხო, აი ამ ბოლოსაც ვიტყვი და ამაზე საინტერესოა მსჯელობა, ხო, ლაკანი ამბობდა, რომ სამი კატეგორია იყო არაანალიზირებადი. მათი ძალიან პირდაპირი და არასიმბოლიზირებადი მიმართების გამო სხეულთან, ტკბობასთან და სიკვდილთან. ესენი იყვნენ ქალები, მღვდლები და იაპონელები. და შეფერი წერს, რომ ალბათ მასონ ანახი ქონდაო ფილმი ოქროსნობათა იმპერია, რომელიც აი სასწაული ფილმი არის ნაგისაოს იმასი 1976 წლის. და ალბათ მაგიტო აქვსო იაპონელები ცოტა. იაპონიაში პოპულარული ყოფს ხანდა. კი, ხო და რეალურად ხო, აი რაც ახსენე მეც გეთანხმები, რომ ალბათ ზუსტად ამის გამო არის, რომ ებრძვიან ქალებს, ხო, აი ხა რაც საინტერესოა, ხო, ეს ირანში რაც ხდება, როგორი ეს არის, რა ქვია, ქალებს მაღლებული აქვთ ხმა და რაღაცა და ცდილობენ განთავისუფლებას და ხო, აი რაღაცა თითქოს რაღაცა ერთგვარ რაღაცა საშიშ სქესთან არის თითქოს დაკავშირებული რა. მაშინ, როდესაც რა თქმა უნდა, ქალი გახსნის თავის ფემინურს შეიძლება ასეც ითქვას, თორე ქალების რიგი რაოდენობა არის, რომელიც მართლა ისეთ რაღაცა. თუ შეიძლება რომ გაიმეოროთ, რატომ არიან არაანალიზირებადებიო? რამდენიმე ჩამოთვალეთ, სანამ ამ კატეგორიებს დაიწყებდით და ის კონკრეტულზე გეკითხებით. თვითონ ლაკანი იძახის, რომ შეიძლება იყოს არაანალიზირებადი პირდაპირი და არასიმბოლიზირებადი მიმართების გამო სხეულთან, ტკბობასთან და სიკვდილთან. ეს ავტორი, რომელიც შეფერს მოყავს მიშელ მონტრელე, ის იძახის, რომ კაი გავიმეორებ ამ პასაჟს, ქალის ლაპარაკი ისმის ისე, როგორც მისი სხეულის გაგრძელება. არაფერია ლატენტური, ყველაფერი მანიფესტურია. ფემინურობა წინააღმდეგობას უქმნის ანალიზს იმით, რომ უგუვებელყოფს განდევნას და ემუქრება რეპრეზენტაციას. კონტინენტი შავია, რადგან წრეც გარეთაა, სიმბოლური ეკონომიიდან ფოლკლორიზირებული. ქალი ტყვება თავისი სხეულით ისე, როგორც სხვისი სხეულით. ქალის არქაული სექსუალობა ხელს უშლის სიმბოლურ კასტრაციას. არ არის ჩემი აზრით ესეთი რაღაცა ნეგატიური ნოტა პირიქით. ბუნდოვანება, ზოგადად ძალიან დიდი ბუნდოვანება ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ხა ისმის ესეთი ნარატივები. თალურობას ეხება თუ ქალს ესეც საინტერესო. თალურობას. ხო, ეს ალბათ არ ნიშნავს იმას, რომ ქალი ანალიზირებადი არ არის. რა. ან ქალის ანალიზი შეიძლება მაშინ ფემინურობა არა. ეგ არის. ფემინურზეა, არა ესე როგორც ქალზე. კი, რა თქმა უნდა. მაგაზე. შეიძლება იყოს ანალიზი. ხო და რეალურად ესეც ხო ეს არის, ანუ ფემინურის მუშაობა, ანუ ის ნაწილი, რომელიც უნდა დამუშავდეს ქალშიც და კაცშიც, რა თქმა უნდა. მან დაგავს ბოლომდე ვერ სიმბოლიზირდეს, ხო? ანუ ამას მოყავს ეს პასაჟი, თუმცა ესე პირდაპირ ამას არ ამბობს და ეს ისეთი დიდი თემა არის, რომელზეც შეიძლება მთელი ფსიქოანალიზის ტრიალის გარშემო და რეალური მომენტი არსებობს. თუ გავთავაზებთ იმას, რომ მაშინ კაცშიც არის ფემინური, ესე იგი კაცშიც არის რაღაც, რაც ფუნდამენტურად არ არის ანალიზირებული. ანუ აი მაგას ეძახის ფროიდი ზუსტად, ხო, ამ თავის ნაშრომში, რომ აი ეს ბისექსუალობის ეს მომენტი ეს უქმნის უდიდეს წინააღმდეგობას, ანუ კაცი იყოს
კაცი დამორჩილებული ბრჭყალებში, ასე ვთქვათ, ფემინურ პოზიციაში. ფროიდი პირიქით პესიმისტურად აყენებს ამ საკითხს, რომ ეს იმხელა წინააღმდეგობა არის, რომ ანალიზი შეიძლება გაჩერდეს აქ. მახსოვს კაციც ქალშიც. დუვილმაც რო ჩაატარა ეს, რომ ცენტი აქვს ამაზე, რომ აუცილებელია ფემინურობის ანალიზი ორივე ეს. კი, და დუვილი ამ შემთხვევაში ფერენცის მხარეს ბრჭყალებში იკავებდა, იმიტომ რომ ფერენცი ხომ მაგას იძახის, რომ ანალიზი მაშინ შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს, როდესაც მოხდება ამ საკითხის დამუშავება. და ფროიდი პირიქით მაგას იძახის, რომ აი მეო ესეო ვერაო მთლად, იმიტომ რომ არსებობს რაღაცა იმ კლდეს ვეჯახებითო რა. დაჯახებას ეცაა. ეს კლდა იყო ეს წმენის როგორც ასეთი ხო? არ არის წმენა ამ შემთხვევაში არ იგულისხმება რელიგიური რწმენა, ფიქსაცია უფრო. თარგმნის ხო ის რა შეხება მე ხა ცოტა სიბიტის იმით რაღაცებს რო გისმენთ რა. აი ეს რწმენა შეხებულებები რომელიც შენ გელექება. ხო, დაბადებიდან. ეგრეთ შეიძლება შევხედოთ, თქვათ, ამ კუთხით. ისიც გტამს შინაგანად ძალიან ღრმად, ხო, ანუ აჯერებე. ხო, ეს სუგესტიებია ბევრი ტერმინი შეიძლება, მაგრამ ეს რწმენა მაგიტომ მომეწონა რომ რაღაცა ისეთია რა. უფრო ადამიანური ხო, ახლა ძალიან ბანალურად რო ვთქვათ, აი უბანალურესად რო ვთქვათ, აი რაც ეს რაღაცა მართლა ყვადაღებული თემაა, რომ აი ბიჭი არ იტირო, ხო? იყავი ძლიერი. ხო, გოგოსავით ნუტირი ხარ, იყავი ძლიერი. ხო, აი ეს ხომ ილექება, რა თქმა უნდა, და ამის გარშემო კონსტრუირდებობს. კი, კი. ეს მომეწონა მე. ნუ თვითონ ფროიდი კლდეს უწოდებს ამას, რომელიც რაღაცა ეჯახები და ვერ გააპობ. ეს არის ალბათ ის დივიზირებული სუბიექტი, რაღაც ფასზე გაუწევს მიღმა ვეღარ გაცნო. ხო. რაც დამოკიდებულება ჰქონდა ქალობასთან, რომ მე რაც შევძლი გავაკეთე, ქალები მეც აღარ მიყვებიან რომ გავაანალიზო. აბა თქვენ იცით ქალო ანალიტიკოსი. ისოიც მართავს რომ და ნუ რაც შეძლო იკვლია კაც მაგას. ხო, ნუ რეალურად ისეთი ბაზა შექმნა ზოგადად, რომ ყველაფერი არის ამაზე დაშენებული და მე ძალიან მეცინება ხოლმე რო იძახიან, რა დროს ფროიდია. რა დროს ფროიდია. ისე საინტერესო იყო რომ თქვენ თქვით რომ დედა ვერ გადასცემს ფემინურობას გოგონას ქალიშვილს. იმიტომ რომ ის ვერც პენის ვერ გადასცემს და ვერც ვაგინას ვერ გადასცემს. მაგრამ ამ მოსაზრებას შეიძლება არც დავეთანხმოთ, იმიტომ რომ რეალურად დედა მაინც საკუთარ ნარცისიზმს ხო გადასცემს და ამ ნარცისიზმში ხო ამ ფემინურობასაც გადასცემს რეალურად. მაგალითად, როდესაც ბავშვი დედას უყურებს, როგორ აკეთებს რაღაცას, რაც ფემინურობასთან არის დაკავშირებული კულტურაში და შემდეგ თვითონაც ამას იმეორებს, იცვამს დედას რა ვიცი. ხო, და აი ზუსტად შეფერი ამ განსხვავებას აკეთებს, რომ ფემინურობას გადასცემს, ფემინურს ვერ გადასცემს. და ფემინური არის ის, რაც თვითონ სუბიექტურად უნდა იპოვოს და დაამუშაოს. აი ამ განსხვავებას თორე როგორ არა ესე გადასცემს, თუნდაც იმითი, ხო, რომ დედის სურვილი მიმართულია კაცისკენ და დედა რომ არ არის, მხოლოდ დედა ხო ამას წერს ზუსტად, რომ ანუ ეს არის მესიჯი შვილისთვის, რომ შექმნა სხვა ობიექტი. ანუ ის რაღაცა საწყისი რითიც უბიძგებს შვილს და არ მოაქცევს თავისი მარწუხების ქვეშ გოგოშვილს. ხო და სინამდვილეში აი მართლა ეს დედა-შვილის ურთიერთობა რამდენი ზრდასრული ქალი არის, აი მაგალითად, რავი, აი გეყოლებათ ამ პრაქტიკაში, ან ისე რო გადავხედოთ, ხო? ქალი თავის ქმართან ერთად და თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ან დედას გადმოიყვანს სიტყვაზე
ანუ გადმოყვანაში ესე პრობლემა არ არის, მაგრამ აქ არის იმაში თვითონ რა ხდება მათ შორის რა და როგორ დგას დედა ქალის და კაცის ურთიერთობაში. ქალის შემთხვევა კაცთან ხო ეგ არის და არის, ნუ ეგ კლასიკაა. ეგ არის კლასიკა, ჩემი აზრით საქართველოში რაც ხდება, რომ როგორ ვერ შორდება კაც შვილს დედა და როგორ ეჭვიანობს რძალზე და ასე შემდეგ, მაგრამ იგივე ხდება ქალზეც, ამის თქმა მინდა, რომ ეს არ არის მხოლოდ გოგოებსაც ეხებათ, ანუ ქალებსაც ეხებათ, ეს არ არის მხოლოდ კაცის ბედი. ეგეთი დედა არ ყავს მხოლოდ კაცს, ასე ვთქვათ. უფრო დამანგრეველიც კი არის ქალის შემთხვევაში. აქ ხანდახან ხდება ხოლმე ისე, რომ ეს დედა შეიძლება თავის შვილს ცოლობის უფლებას არ აძლევს. რომ ეს გახდეს ცოლი და ქალი და არა, როდესაც ქორწინებაში არიან, ცოლ-ქმარი არიან. მაგრამ ის ხო დედამთილის პოზიციას, ხო? კი, და როდესაც ქალის დედა მათთან ერთად ცხოვრობს. არა, დედის პოზიციას გულისხმობს. ის დედის ამ დედამთილში ხო, ეს სიდედრი შეიძლება თავის შვილს ცოლის პოზიციის დაკავების უფლებას არ აძლევდეს. ანუ დედა თავის შვილ ქალს არ აძლევს ცოლის ხო? ოჯახში შეიძლება მას უნდოდეს, რომ რაღაც გააკეთოს ისეთი, რაც კულტურულად დაკავშირებულია ცოლის როლთან და კი, და ეს უნდოდეს ამისი გაკეთება, მაგრამ არ აძლევდეს, შეიძლება სულ თვითონ აკეთებს. სულ თვითონ იყოს ჩარეული, სულ თვითონ შვილების გაზრდაში ცხვირი კონდეს ჩაყოფილი საკმარისზე მეტად. რავი, მე მქონია შემთხვევები, მოზარდი მოუყვანია ბებიას, ან დედას და ბებიას და ბებია უფრო აქტიური ყოფილა, ვიდრე დედა. და საშინელ ანუ რო გადავხედოთ სავსე ამით ურთიერთობები. Даже ასე იგი დედა თავისი შვილის ქმარსაც ბავშვის როლში ხშირად ჩასვავს ხოლმე და ასე საშინელს კეთდება და ბავშვის როლში კი არა, ცოლის როლში დგება სიდედრი ხანდახან სიძისთვის. ნუ ისეთი სიძისთვის, რომელიც უყვარს. ჩაქარდედიკო. თავის დროზე რომ წარმოდებული შეთხოვილი ქონდა ამის პროცესს ახდენს სპორტის სიდეძრების სიძებს რო იტანენ და რა თქმა უნდა. ხო და ეგეც ეგ არის, ხო, ბოროტის სიდედრი რატო ვერ იტანს სიძეს, იმიტომ რომ არის სიდმერი ჩარევა შვილის ცხოვრებაში, თუნდაც არ ცხოვრობდეს მასთან ერთად. ანუ ფიზიკური სეპარაცია არ ნიშნავს, რომ არანაირად. ფიზიკური სეპარაცია არაფერს არ ნიშნავს. ხო. ფიზიკური მართავენ. და საერთოდ რო არ არიან, თუნდაც და სხვაგან ცხოვრობენ ძალიან ბევრი кейსია, რომ შეიძლება რაღაცა საზღვარი ზოგ გარდაცვლილია და მაინც მართავს. მისი ხსოვნა. შეიძლება განებაში ხო არის შიდა ობიექტია, რომელიც ანუ რეალურად ქალი ანალიზში, ხო, დედის საკითხის დამუშავება, როცა ხდება, ეს ხდება ისე ცოცხალია თუ არ არის ცოცხალი დედა, ამას არ აქვს მნიშვნელობა სინამდვილეში, იმიტომ რომ ის უკვე რაც შიგნით არის, რაც ინტროეცირებული არის, ხო, ამის დამუშავება ხდება და რაც საკმაოდ რთული პროცესია და მე პირადად ჩემი დაკვირვებით ამას ვაწყდები რამხელა სიფრთხილეა საჭირო ანალიტიკოსის მხრიდან აქ რადგან მართლა ურთულეს პროცესებს გადის ქალი, ადგილი აქვს შფოთვებს, მაგ დროს შეიძლება გაუმწოდეს შფოთვები, სიკვდილის შიში, სხვადასხვანაირი დანაშაულის უდიდესი გრძნობა, იმიტომ რომ რა მოდის ამ დროს, როცა ამ საკითხის დამუშავება იწყება, მოდის ბრაზი. ამ ბრას თან ახლავს დანაშაულის გრძნობა და განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში, ხო, როცა შეიძლება დედა ან გარდაცვლილია, ან ასაკშია უკვე, ან ცუდად არის ფიზიკურად და არის ხოლმე, რომ აი
როგორ შეიძლება ესე იმის მაგიურად რომ მე ვიზრუნო და მოვუარო, ასეთი აგრესიული დამოკიდებულება მაქვს და ხო, საკმაოდ დიდი დრო ჭირდება რომ ეს პროცესი გაიაროს ადამიანმა. როგორც პროექტმა თქვა, მკვდარი მამა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, შეიძლება დედაზეც ისეა. ანუ დედის სხვათა შორის აი რეალურად ხო დედის საკითხზე მუშაობა გაცილებით რთულია ვიდრე მამას. მამის საკითხი როგორც წესი თავიდან შემოდის მამა. რაღაცა დრო რო გადის, გარიჟრაზე გამოჩნდება ხოლმე დედა. და აქ იწყება რაც იწყება. დაღლისთავი იქა. კი. გამახვილ. რა ვარ ეს დაცვა? კითხვები თუ გაქვთ ვინმეს ან რამე კომენტარი თუ არა და ნელ-ნელა კი არა და დავასრულოთ. ეს საინტერესო იყო, რომ ჩვენ ვთქვით, რომ ქალთან კასტრაცია არ არის, როგორც ასეთი გოისტანდარტ ფაქტორებს ამის, მაგრამ არსებობს სხვანაირი მოსწრებები, მაგალითად კლაინიანური მოსწრებები, რომლებიც საუბრობენ, რომ ქალთან არის კასტრაცია, კასტრაციის შფოთვა და ეს არის სიყვარულის დაკარგვა, პრობლემის მხრიდან სიყვარულის დაკარგვის შფოთვა. ესე რომ არსებობს თეორიების ჯგუფი, რომელიც უფრო სხვა მიმართულებით ის ამ მშვიდობაში. რა თქმა უნდა, ხა აქაც რეალურად ხო ამ ფემინურის და სექსუალობის განვითარებაში ხა დღევანდელში აქცენტი იყო ეს რაც იყო დედაზე, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს რომ მამა არ ღებულობს მონაწილეობას და მამას არ აქვს ძალიან დიდი როლი გოგო შვილის სექსუალობის განვითარებაში, ძალიან დიდი. ხო, რა თქმა უნდა. და გოგონას ხალად მაინც მამა შეიცვალა. ხო, მამა რომელიც თქვათ ეუბნება რომ რაღაცა აღიარებს მის ფემინურ მხარეს და მამას თუ ინცესტუალური შფოთვები აქვს და ვერ აკეთებს ამ აღიარებს ეგეც პრამულია ხოლმე. რა თქმა უნდა. კარგით, მოვრჩეთ მაშინ. და საინტერესო იყო. მადლობა. ხოდა არა ფემინისტებისთვისაც კი საინტერესო იყო. ბატონო? არა ფემინისტებისთვისაც კი საინტერესო იყო. ნამდვილად. მადლობა ანკო. მადლობა. ნახავთ.